fractured world. With a widening gap. ჩვენ ვცხოვრობთ გახლეჩილ სამყაროში, სადაც იზრდება უფსკრული დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის. თქვენ მშვენივრად იცნობთ ევროკავშირის პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და არა ჩაგვრას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას და არა დაქვემდებარებასა და დამორჩილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიას და არა აგრესიას. თითქმის 2 ათწლეულის წინ სერბეთმა გააკეთა არჩევანი ჩვენს გაერთიანებაში გაწევრიანების სასარგებლოდ. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ გულით ნაკარნახევი არჩევანი იყო. ამას ითხოვდა სერბი ხალხი და ჩვენ სულ მოუთქმელად ვერით, როდესაც სერბეთი გააურმაგებს ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ბატონო პრეზიდენტო, სერბეთისთვის ახლა დადგა დრო პირდაპირ განაცხადოს ჩვენს გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე. ჩემი პირველი არგუმენტი ის არის, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წინსვლას კანონის უზენაესობის, საარჩევნო სისტემისა და მედიის თავისუფლების მხრივ. ვიცი, რომ ეს რეფორმები არ არის მარტივი. ისინი საჭიროებენ მოთმინებას, მათ უნდა მოიცვან საზოგადოებისა და პოლიტიკის ყველა სფერო, თუმცა ეს ამათ ღირს. მეორე რაც მინდა ვთქვა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ შეთანხმება საგარეო პოლიტიკის მხრივ, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილში. За Сербию je članstvo u Europskoj uniji. სერბეთისთვის ევროკავშირის წევრობა არის სტრატეგიული გადაწყვეტილება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ვიმედოვნებ, ეს არ შეიცვლება შემდეგ არჩევნებამდე და ვფიქრობ, არც ამ არჩევნების შემდეგაც. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ჩვენ არც ერთი ახალი თავი თუ კლასტერი არ გაგვეხსნია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში რაღაც ნაბიჯები გადავდგით, ვფიქრობთ, კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს.